გასულ კვირას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს დელეგაცია ეწვია. ვიზიტი განხორციელდა ორ სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც 2012 წლის მაისში ჩაეყარა საფუძველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძისა და დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის ულრიხ ჰაგენლოხის ძალისხმევით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დრეზდენის უმაღლეს სასამართლოს თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ეწვია მორიგი დელეგაცია დრეზდენიდან, ძირითადად დაკომპლექტებული არიან მოსამართლეებით და ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმით. ამავე დროს ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და სწორედაც ასეთი შეხვედრების საფუძველზე ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და მოსაზრება იქნა გაჟღერებული. ვთვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლები ძალიან ფართოა და ის ფაქტი, რომ უკვე მაისიდან მეორე დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში გერმანიიდან, ეტყობებს იმ გარემოებაზე, რომ რაოდენ დიდია დაინტერესება ჩვენი გერმანელი კოლეგების მხრიდან საქართველოში იმდინარე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხის განხილვა მოგვიწევს როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში და ძალიან დიდი წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახლავთ. სასამართლოების პარტნიორობას აქტიურად უჭერს მხარს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება. სტუმრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვალერი ცერცვაძე უმასპინძლა. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებიც. შეხვედრები წარიმართა გამოცდილების ურთიერთგაზიარების ფორმატში. ქართული მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესს წარმოადგენდა სასამართლო მედიაცია, მხარეთა მორიგებასთან დაკავშირებული თემები და სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურებანი პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საქმის მომზადებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენის ეტაპებზე. ვფიქრობ, ვიზიტი ნაყოფიერი და წარმატებული იყო. განსახილველი საკითხები საინტერესოდ იყო დასმული. ჩვენ გავეცანით ქართულ სამოქალაქო პროცესს და ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ. ვიზიტი კარგი იყო იმ მხრივაც, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დიდხანს და ღრმად განგვეხილა თემები. ორივე მხარისათვის საინტერესო იყო შედარება, თუ როგორ მიმდინარეობს კონკრეტული წარმოება საქართველოში და გერმანიაში, სად არის მსგავსი მიდგომები, სად არის პრაქტიკული პრობლემები და როგორ წყდება ეს პრობლემები ჩვენს ქვეყნებში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ვიზიტი მართლაც ნაყოფიერი და ძალიან სასიამოვნო იყო ორივე მხარისათვის. დრეზდენის დელეგაცია დაინტერესდა მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისა და მომზადების ქართული მოდელით. ისინი ესტუმრნენ იუსტიციის უმაღლეს სკოლას და დაწვრილებით მოისმინეს არსებული სისტემის შესახებ ინფორმაცია. Wir stellen uns diese Zusammenarbeit. ჩვენ გამოცდილებას უზიარებთ ერთმანეთს. ვითარება არის ძალიან განსხვავებული. ჩვენი ტრადიცია არის გაცილებით ძველი. ქართული სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება და ჩვენი გამოცდილებით ალბათ შეგვიძლია გარკვეული დახმარება გაგიწიოთ. ჩვენი მართლმსაჯულება არის უკვე ჩამოყალიბებული და შედარებით ხარად დადგენილ წესებშია მოქცეული. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია დავაკვირდეთ როგორ ვითარდება თქვენი ახალგაზრდა იუსტიცია. შესაძლოა რაღაც გავითვალისწინოთ, შეიძლება შევცვალოთ კიდეც ჩვენთან. ვფიქრობ, როგორც სააპელაციო სასამართლოსთვის, ისე მთლიანად ქართული სასამართლო სისტემისთვის იქნება საინტერესო ჩვენი გამოცდილება. და სწორედ ეს არის მიზანი თანამშრომლობისა. გამოცდილებების ურთიერთგაცვლა და არა ისე, რომ ერთი მხარე ასწავლის და მეორე მხოლოდ უსმენს. მომავლისთვის იგეგმება ორმხრივი ვიზიტები. ჩვენ ველოდებით ჩვენ ქართულ კოლეგებს დრეზდენში. ასევე ვეცდებით სხვა საშუალებით გაუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს. და ბოლოს მე ვიმედოვნებ, რომ ამ თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ სასამართლოს შორის დამყარდა, საფუძველს ჩაუყრის საზოგადოების დაახლოებასაც. მათივე ინტერესით შედგა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ქართველ ადვოკატებთან და მოსამართლეებთან. ამ შეხვედრის ფარგლებში მათ წარმოადგინეს გერმანული გამოცდილების სხვადასხვა მაგალითები და ისაუბრეს მოსამართლეთა და ადვოკატთა ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზე და დადებით მხარეებზე. მათთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ის მოდელი, რომელიც ამ მხრივ საქართველოში არსებობს. ადვოკატთა და მოსამართლეთა საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში დღეს შედგა შეხვედრა დრეზდენის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან, დელეგაციასთან ამ სასამართლოდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული სასამართლო სისტემისთვის, მთლიანად იურიდიული პროფესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრები, რადგანაც ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სამოქალაქო სამართალი სამართალწარმოება მთლიანად ეფუძნება კონტინენტურ გერმანულ სამართალს და ჩვენი საერთო ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, განვითარებისათვის ძალიან ფასეულია აღნიშნული შეხვედრები. და ის აზრთა გაცვლა გამოსვლა კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე, სამოქალაქო სამართლებრივ ინსტიტუტებზე, რაც ჩვენთვის პრობლემატურია, ჩვენთან დღესდღეობით ინერგება,
ხოლო გერმანიის მოსამართლეებს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ კუთხით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მონაწილეობთ აღნიშნულ შეხვედრებში, აღნიშნულ სამუშაო პროცესში და ვფიქრობთ, რომ ქართულ სამართალწარმოებას, სამოქალაქო სამართალწარმოების განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება აღნიშნული გამოცდილების გაზიარება.